ახმეტის მუნიციპალიტეტში თუშური ყველის ფესტივალი ჩატარდა. ღონისძიებას უკვე მეორე წელია სოფელ ქველმუალვანში აგროტურისტული მეურნეობა ითაბანია მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები, ჩატარდა სხვადასხვა მასტერკლასი, თუშური გუდის ყველის კონკურსი. გაიმართა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. ღონისძიების დასასრულს გამოვლდნენ გამარჯვებულებიც. ფესტივალის მიზანია თუშური კულინარიის პოპულარიზაცია. გასულ წელს დავაფუძნეთ ჩვენი მეგობრების ხელშეწყობით, წელს უკვე მეორედ არის. ალბათ მინიმუმ ორჯერ მეტი ადამიანია, რაც გვახარებს, ეს ნიშნავს, რომ უფრო ბევრს ყიდიან ფერმერები, უფრო მეტი ფერმერია, უფრო მეტი დაინტერესებაა, მეწარმეებიც უფრო მეტი არიან. რაც თავარია, ეხლა შევდივართ უკვე კულმინაციურ ნაწილში, რაც გულისხმობს, რომ გამოვლენილია ჟიურის მიერ უკვე საუკეთესო გუდის ყველის წარმოებელი ფერმერები, როგორც ძროხის გუდის, ისე ცხრის გუდის. თუშური გუდის ყველი არის თუშების სავიზიტო ბარათი, ასე ვთქვა და ითვლება დელიკატესად. გუდის ყველის და არა მხოლოდ თუშური გუდის ყველის, არამედ თუშური ტრადიციის, ფოლკლორის, კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს ამას ჩვენთვის, იმიტომ რომ რეკლამა მჭირდება, ძალიან მჭირდება გუდის ყველს, ასე ვთქვათ, ცუდი რაღაც არ აქვს რეპუტაცია, იმიტომ რომ სუნი არ მოწონთ, რაღაცა პირობები არ მოწონთ. რეალურად ხარისხი და წარმოების პროცესი საკმაოდ ამაკმაყოფილებელია, მით უმეტეს ტრადიციებს თუ გავითვალისწინებთ, რძის ხარისხს თუ გავითვალისწინებთ და რძის შემადგენლობას თუ გავითვალისწინებთ, სუფთარზე, სუფთა პროდუქტს სჭირდება აუცილებლად რეკლამა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაგვიცნოს რაც შეიძლება ფართო სპექტრმა, იმიტომ რომ თუშური ყველა არის კახებში იყოს ცნობილი, თუშეთში ადგილობრივებში და საჭიროა, რომ მთელ საქართველოში გახდეს ცნობილი და უფრო გამოავლინოს თავის პოტენციალი გამოიყენოს მაქსიმალურად.